ყოველ ხუთშაბათს 14 საათზე რადიო გრუნი წარმოგიდგენთ გადაცემას აკადემიური საათი. პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. გადაცემა აკადემიური საათი. ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი რადიო გრუნიზე. მოგესალმებით, უსმენთ და უყურებთ რადიო გრუნის ეთერშია გადაცემა აკადემიური საათი, რომელსაც დღეს მე, კესო მანჩხაშვილი გავუძღვები. წელს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი მე-11-ად გაიმართა, სადაც მონაწილეობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თეატრალურმა დასმაც მიიღო. მათ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. ისინი მაყურებლის წინაშე ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით სულიერი არსებები, სულიერი პროცესები პლუს უსულო საგნები წარსდგენ. მათ გამარჯვება მოიპოვეს მამაკაცის ეპიზოდური და მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ასევე მიიღეს გოგი თოდაძის საპატიო პრიზი, ასტას სპეციალური ჯილდო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სპეციალური ჯილდო. ამ თემაზე სასაუბრო და ემოციების გასაზიარებლად დღეს ჩვენთან ერთად არიან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები და ამასთანავე უნივერსიტეტის თეატრალური დასის წევრები ელენე მოდებაძე, გურამ გურამიშვილი, შაკო ოდიშელიძე. და საჯარო მმართველობის დოქტორი, გრუნის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გრუნის საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის დირექტორი ხატია მარკოზაშვილი. მოგესალმებით პირველ რიგში, მოგილოცავთ ამ ძალიან დიდ წარმატებას, ძალიან საამაყოა თითოეული ჩვენი სტუდენტის ასეთი წარმატება ჩვენთვის. ქალბატონო ხატია, თქვენთან. მოგესალმებით. და მადლობა რომ ყოველთვის ინტერესდებით იმ სიახლეებით და იზიარებთ ხოლმე ჩვენთან ერთად იმ გამარჯვებებს, რომელსაც მოიპოვებენ ხოლმე ხშირად ჩვენი სტუდენტები. ნამდვილად სასიხარულოა და თქვენთან მექნება პირველი კითხვა. როგორ აარჩიეთ მსახიობები და სცენარი სპექტაკლისთვის და რას მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება ამ დროს? პირველად, როდესაც მოვიფიქრეთ, ასე ვთქვათ და დავგეგმეთ, რომ დრო იყო უკვე მონაწილეობა მიგვეღო სხვადასხვა თეატრალური მიმართულებით, სხვადასხვა სტუდენტურ ფესტივალებზე. ეს იყო შარშან სტუდფესტის ფარგლებში, როდესაც დავიწყეთ დასზე ფიქრი და იმაზე ფიქრი, რომ შეგვეძლო რომ ამ მიმართულებითაც ძალები გვეცადა. კასტინგი გქონდა ოფიციალურად, როგორც ხდება ხოლმე, ყველგან ალბათ გამოცხადებული ქონდა კასტინგი, ყველა მსურველი, ვისაც ვთქვათ ამ მიმართულებით თulis რომ ნიჭი ქონდა და ზოგს სიმღერა გამოსდიოდა, ზოგს ცეკვა გამოსდიოდა. ყველა სტუდენტი მოვიდა კასტინგზე და საკმაოდ ესეთი მკაცრი კასტინგი გამოვიდა, იმიტომ რომ ბევრი მსურველი იყო და ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ვინ უნდა შერჩეულიყო საბოლოოდ. თუმცა მგონია რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ, შარშანაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, იმიტომ რომ სულ 4 საპრიზო კატეგორია იყო და ერთ-ერთი საპრიზო კატეგორია ჩვენი გახდა და წელს ბევრად უფრო მასშტაბური იყო, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმატებები. მადლობა. შაკო, თქვენ გკითხავთ, საინტერესოა, შეიცვალა თუ არა თქვენი დადგმა, გულისხმობ, რაც თავიდანვე გქონდათ ჩანაფიქრში, ისიხილა აუდიტორიამ თუ შეიცვალა რამე შემოქმედებით პროცესში? სპექტაკლის განმავლობაში მოგესალმებით პირველ რიგში სულ ყველას. სპექტაკლის განმავლობაში ერთადერთი რაც შეიცვალა იყო ისევ ჩვენი მსახიობებიდან წამოსული იდეა რეპეტიციებზე, რაიმე სპონტანურად თუ ჩაჯდებოდა სპექტაკლის მიმართულებაში, ჩავშვით ისევ ჩვენ თეატრის მსახიობებმა, დასის წევრებმა. კი ბატონო. ქალბატონო ხატია, ესე თქვენ დაგიბრუნდებით. კითხვით, რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი, რაზე უნდა დაეფიქრებინა მაყურებელი თქვენ სპექტაკლს? იცით, ეს ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სწორად შერჩეული პიესა ყოველთვის განაპირობებს გარკვეულწილად წარმატებას. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, რომ შეიძლება კარგი მსახიობები და კარგი სტუდენტები შეარჩიო, მაგრამ არასწორად იყოს პიესა შერჩეული და ზოგადად თეატრის დანიშნულება რა არის, ხო, რომ რაღაც სულიერი საზრდო მისცეს ადამიანს დააფიქროს სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე და ჩვენ ვეცადეთ, რომ სწორედ ასეთი პიესა შეგვერჩია, რამდენიმე პიესაზე იყო საუბარი, ჩვენ გვეხმარებოდნენ თავისუფალი თეატრიდან ჩვენი მეგობრები.
რომლებმაც ასე ვთქვათ სარეჟისორო მიმართულებით გაუწიეს დახმარება ჩვენი დასის სტუდენტებს და რამდენიმე პიესა შემოგთავაზეს და სულიერი არსებები აირჩა იმ კრიტერიუმით, რომ ეს იყო პიესა, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად აჩვენებს ცხოვრებისეულ სირთულეებს და იმას, რომ შეიძლება მშობლები ხშირ შემთხვევაში იმდენად ეგოისტურად იქცეოდნენ, რომ მშობლების ეგოიზმს საკუთარი შვილების სიცოცხლეც კი შეეწიროს და აი რაღაცნაირად გვინდოდა რომ თან კომედიაც არის, იმიტომ რომ ისე თამაშობენ ჩვენი სტუდენტები, რომ ნამდვილად ეს კომედიური მიმართულება ცხადია, რომ გამოიკვეთა უბრალოდ, რომ ძალიან კარგად გამოსდით, თუმცა ტრაგიკომედია იყო ფაქტობრივად, იმიტომ რომ თვითონ პიესიდან გამომდინარე სიუჟეტი არის ტრაგიკული და ნამდვილად უნდა ითქვას ის, რომ ისეთი სიუჟეტია არ არსებობს, რომ ადამიანი არ დაფიქრდეს აი იმ ყოველდღიურობაზე, იმ შეცდომებზე და მშობლების და შვილების ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზე. ნამდვილად საინტერესო თემა არის. ელენე, მოდი თქვენ გითხავთ, ახლა როცა ყველაფერმა ჩაიარა, ის ნერვიულობაც თან ზდევს ამ ყველაფერს და უფრო ცივი გონებით შეხედეთ ყველაფერს. რა არის ის ერთი რამ, რასაც შეცვლი თუ არის საერთოდ ასეთი რამ თქვენს დათმაში? მოგესალმებით პირველ რიგში. ალბათ დამეთანხმებიან ჩემი მეგობრებიც, რომ ჩვენი სპექტაკლი იყო, სპექტაკლი, რომელიც ჩვენ პირველად შევასრულეთ. ჩვენ პირველად შევასრულეთ და შესაბამისად ალბათ ყველასთვის იმდენად ამაღელვებელი იყო ეს დებიუტი ჩვენი სცენაზე გამოსვლით, რომ მგონია რომ არავინ არაფერს არ შეცვლით ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ თითქმის ყველასთვის იდეალურ შეგრძნებებთან არის ასოცირებული ჩვენი სპექტაკლი, სპექტაკლის დღე, პრემიერა და ასე შემდეგ, თითოეული რეპეტიცია ამავდროულად და შესაბამისად მგონია რომ არავინ არაფერს არ შეცვლიდა და არც მე არ შეცვლიდი არაფერს, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი რაც იყო, რომ ჩვენი მაყურებელი და ჩვენი სტუდენტები გვესიამოვნებინა, მგონია რომ ესე კარგად შევასრულეთ ეს მიზანი და მგონია რომ არაფერი არ არის შესაძლებელი. ძალიან კარგი და თქვენც გეტყობათ, რომ თქვენ თვითონაც ესეთი ნასიამოვნები და ამბობები ხართ, რაც ნამდვილად იყოთ. ერთ დავამატებ, თვითონ პროცესში წერან შაკომ აღნიშნა, ისეთი ნიჭიერები აღმოჩნდნენ ჩვენი სტუდენტები, ანუ უტრირებულად არ ვამბობ ამას, ნამდვილად გულწრფელად ვამბობ, ისეთი ნიჭიერები აღმოჩნდნენ და იმდენი რეპლიკა, მოქმედება შეიცვალა თვითონ პროცესში, რომ ეხლა მე მგონი მეც დავეთანხმები ელენეს, რომ იმდენად იდეალური გამოვიდა, რომ არაფრის შეცვლას არ საჭიროებს. თუ რაიმე შეცვლა იყო საჭირო, თვითონ პროცესშივე მათი ნიჭიერებით გამოვლინდა ის, რომ თვითონვე იდეები ქონდათ, რა შეიძლება შეცვლილიყო, რა რეპლიკა შეიძლება და სხვანაირად ყოფილიყო, ან რა მიზანსცენა შეიძლება და რომ სხვანაირად გაეთამაშებინათ. ძალიან კარგი, მოკლედ შემოქმედებით პროცესში თავიდან ბოლომდე იყავით ჩართულები. შაკო, ისე თქვენ შეგეკითხებით, გქონდა თუ არა მოლოდინი, რომ შეძლებდით ამდენი პრიზის მოპოვებას, თუ სურპრიზი იყო და აუცილებლად მაინტერესებს თქვენი ემოციები, როდესაც იგებდით, რომ კიდევ ერთი ჯილდო მოიგეთ. პირადად ჩემი ნომინაცია სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდი, ვერ წარმოვიდგენდი ბოლო დღემდე, რომ შეიძლებოდა რაიმე ნომინაცია ჯილდო ყოფილიყო ჩემს სახელზე, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩვენი დასი, ჩვენი წარგენილი სპექტაკლი აუცილებლად მოიპოვებდა საუკეთესოს თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ჯილდოს თან რამდენიმეს ნომინაციას. კი ბატონო. ქალბატონო ხათია, ისე თქვენ დაგიბრუნდებით კითხვით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ფესტივალს ყავდა შესანიშნავი ჟიური და მათ ყველაფერი რა თქმა უნდა სათანადოდ შეაფასეს, მაინც საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ? თქვენი აზრით რა იყო ის მიზეზი, რის გამოც აი ამდენი პრიზის მოპოვება შეძლეთ? იცით, ამ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, აქვთ თავიანთი თეატრი, ყავთ საკუთარი დასები, მასპინძელი იყო სამედიცინო უნივერსიტეტი და აი მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზეც რომ აღვნიშნოთ, სამედიცინო უნივერსიტეტს ყველასთვის ცნობილია, რომ არაჩვეულებრივი თეატრი აქვს, თავის არაჩვეულებრივი დასი ჰყავთ, ძალიან რთული იყო მათთან კონკურენცია, იმიტომ რომ მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ძალიან ახალბედები ვართ, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნა, სულ მეორედ ვიღებდით მონაწილეობას
თუმცა ალბათ ყველაზე თავარი ხიბლიც ეს იყო, რომ იმდენად დიდი მონდომება ჰქონდათ ჩვენ სტუდენტებს, იმდენად დიდი ენთუზიაზმით იყვნენ თვითონ პროცესის მიმართ. არავინ არ დაიშურა საკუთარი ძალები და ენერგიები იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაგვედო და თან ეს იყო ერთგვარი დებიუტიც. ჩვენ პირველად წარვსდექით თეატრალური საზოგადოების წინაშე, როგორც გრუნის დასი და ინტერესი ნამდვილად დიდი იყო, რომ ხო იცით, ყოველთვის ეს ხდება, რომ როდესაც ვიღაც ახალი ჩნდება ასპარეზზე, ყოველთვის ინტერესი გაქვს, რომ რატომ გაუჩნდათ მათ თქვათ, თუნდაც ამბიცია ან სურვილი, რომ თავიანთი შემოქმედება უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ. ჟიური იყო ნამდვილად ძალიან წარმომადგენლობითი, 9 წევრისგან შედგებოდა, ძალიან ცნობილი მსახიობები და რეჟისორები და სხვათა შორის თითოეული ჟიურის წევრი მოვიდა ჩვენთან დაჯილდოვებაზე, ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან დიდი სიმპათიებით გვისურვეს, რომ არაერთი სპექტაკლი შევქმნათ და გვირჩიეს, რომ არ გავჩერდეთ და რაც შეიძლება უფრო მეტი და მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით. მადლობა. გურა, თქვენთან გადმოვაკითხვით, საინტერესოა როგორ შეხვდნენ სხვა სტუდენტები, როგორ შეხვდნენ თქვენს გამარჯვებას. ვიცი რომ ძალიან ბევრი სტუდენტი გულშემატკივრობთ. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. კი, სხვათა შორის ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. არა მარტო წლევანდელ პროექტში, არამედ შარშანაც რო ჩავატარეთ, სხვათა შორის ძალიან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. ანუ ძალიან ბევრს სურდა სიტყვაზე, რომ ან მონაწილეობა მიიღო, ან აინტერესებდათ თუ კიდე განმეორდებოდა ეს ყველაფერი და წელს საბოლოოდ დავხურეთ ალბათ, რომ მართლა რა, ანუ იმხელა ანუ ამბიციები და ის იმდენი გამოხმაურება მოყვა, რომ ანუ საპასუხოდ დროც აღარ რჩება ხოლმე საბოლოოდ რა. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენი არის დაინტერესებული და უფრო გამიხარდება თუ ამაზე მეტი იქნება კიდევ მომავალში დაინტერესებული. კი ბატონო. ელენე, თქვენ დაგიბრუნდებით კითხვით. ალბათ მსგავს სამუშაოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსახიობები არიან თან სტუდენტები, თან ამას უთავსებენ თავის სტუდენტურ საქმიანობას, თან სდევს რაღაცა სირთულეები. რა იყო ყველაზე რთული ფესტივალისთვის მზადების პროცესში? სინამდვილეში ეს იყო ხანგრძლივი პროცესი ჩვენ რაც დავიწყეთ სპექტაკლისთვის მზადება, იმიტომ რომ თვითონ იღა ფესტივალი უნდა ყოფილიყო უფრო ადრე და რთული იყო ცალსახად ისიც რომ მოგვიწია სპექტაკლის გადადება, იმიტომ რომ იმდენად ვიყავით ამ ყველაფერში ჩართულები და იმდენად მონდომებულები ვიყავით თითოეული ჩვენგანი, რომ თითქოს გაგვიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, რომ სპექტაკლი გადაიწია და გადაიწია. ცალსახაა რომ როგორც ანუ ჩემთვის პირადად, როგორც სტუდენტისთვის რთული იყო ამ ყველაფრის დაბალანსება, თუნდაც სწავლასთან და იმასთან, რომ პირველად ვიდექი სცენაზე ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანი იყო ძალიან როგორ წარსდგებოდი საზოგადოების წინაშე და ალბათ თავი სირთულე ზუსტად ეს იყო, რომ ნაკლები გამოცდილება მქონდა ამ მხრივ და ნაკლებად კომპეტენტური ვიყავი ამ მხრივ სცენაზე, რომ ჩემს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მომეხდინა. ამიტომ ალბათ ამას ვიტყვი ყველაზე დიდ სირთულეს. თუმცა ეს იმხელა პროცესი არის, რომ რაღაც სირთულეები რასაკვირველია, რომ თან სდევს და ესეთი რთული იყო ყოველ შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად შეასრულა. თუმცა ჩვენ მაინც შევძლებთ ეს ყველაფერი და იდეალურად მოვახერხეთ ჩვენი შესაძლებლობების წარმოქმნა საზოგადოების წინაშე. ორგანიზების საკითხებშიც ჰქონდა ცოტა პრობლემები. დამეთანხმებით ძალიან რთულია, რომ 9 და 10 სტუდენტი ყველა ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილას შეიკრიბოს, ვიღაცას იმ დროს მაგალითად შეიძლება სემინარი აქვს, ვიღაცას გამოცდა აქვს, ვიღაცას ლექცია აქვს, ხო? ან შეიძლება თავისი პირადი ცხოვრება აქვს, ჩვენი სტუდენტები ელენეს შემთხვევაში, ხა ელენე მუშაობს. ყველა თავის საქმით არის დაკავებული და ეს ორგანიზების საკითხებში მქონდა ყველაზე მეტი პრობლემა, მე მგონი. დისციპლინის საკითხებში, თუმცა საბოლოოდ მათ გონებაშიც ჩამოყალიბდა ის, რომ რეპეტიცია თუ არის ამა და ამ საათზე, ეს არის დრო, სადაც არ შეიძლება რომ დააგვიანონ და ბოლოს რაღაცნაირად ესე რეჟიმში ჩავდექით. თუმცა შედეგებიდან არის ნათელი, რომ ყველაფერს საუკეთესოდ გართვით თავი. გურამ, ისე თქვენ დაგიბრუნდებით კითხვით, ურჩევთ თუ არა სტუდენტებს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას?
რა თქმა უნდა, ანუ წეღა როგორც თქვი რა, ინტერესი თუ არის, ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ ეს ინტერესი მარტო ინტერესად არ დატოვო და ჩაერთო რა შენს ამ ყველაფერში. მე მაგალითად პირადად საერთოდ არ წარმოვიდგენდი სპექტაკლში თუ ოდესმე მომიწევდა თამაში რა, ისე ეს კასტინგიც რო ჩატარდა, ესე ძალიან არაფერ შუაში ვიყავი, ისე ავედი, პროსტა გავიარე, დავინახე რომ კასტინგი ტარდებოდა, შევედი და ორ სპექტაკლში მივიღე უკვე მონაწილეობა. საბოლოო ჯამში ხო, ნუ პირადად მე მაგალითად ვურჩევ ყველას რომ გადაალახონ რა ეს თავისი შიში იქნება თუ დაძაბულობა იქნება და მაქსიმალურად რა მართლა მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა. გამოცდილებაა ძალიან დიდი და ძალიან ბევრ და კარგ მეგობარსაც შეიძენ ამავდროულად. შვენიერი რჩევა და ბოლოს გალბატონო ხატია თქვენ დაგიბრუნდებით ისევ კითხვით. საინტერესოა რას აპირებთ მომავალში, ნუ ჩვენ აქ ახლა ვისაუბრეთ ესეთ მნიშვნელოვან თემაზე, მაგრამ ხომ არ არის კიდევ რაღაც ღონისძიებები დაგეგმილი მომავალში, რასაც ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა უნდა იცოდეს. იცით, საერთოდ ვთვლი, რომ მაქვს უბრალოდ პრეტენზია, რომ ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება აქვთ ყველას, ვისაც გრუნის სტუდენტი ქვია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ღონისძიებები არის ძალიან მრავალფეროვანი. სულ 2 დღის წინ დედამიწის დღე აღვნიშნეთ, დავრგეთ მარადმწვანე კვიპაროსის ხეები მერიასთან თანამშრომლობით, თბილისის მერიის მხარდაჭერით. აი ამ წუთებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ფიტნესის შეჯიბრი ძალოვანი ფიტნესის ფედერაცია ატარებს საერთაშორისო ტურნირს ჩვენს უნივერსიტეტში. აი სულ ახლო მომავალში უпростоრად იგეგმება ასევე ჭადრაკის ტურნირი. აქ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა დაინტერესებულ სტუდენტს ვთხოვ, რომ მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი დასის წევრებმა გურამმა და ლუკამ ელენესთან ერთად დაარსეს ხელოვან სტუდენტთა საზოგადოება. იგეგმება ძალიან საინტერესო საღამო, რომელსაც ერქვა გალაქტიონი და ალბათ მიხვდით, რომ გალაქტიონის გარშემო იქნება ეს საღამო. რა ვიცი, მგონია რომ თითოეული ის ღონისძიება, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, ყოველთვის ორიენტირებულია იმაზე, რომ მათ საუკეთესო მოგონებები შექმნან. დღეს 21 საუკუნეში ძალიან რთულია სიმართლე გითხრათ, თუნდაც კონკურენცია ბაზარზე და ის რომ სტუდენტი დააინტერესო, სტუდენტი დაარწმუნო, რატომ არის შენი უნივერსიტეტი მისთვის სასურველი, ხო? დღეს აკადემიური მიმართულებით ვთქვათ, სწავლების პროცესი იმდენად დახვეწილია აკრედიტაცია ავტორიზაციების მეშვეობით, რომ ყველა უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ასე თუ ისე პროცესები გამართულია. ამიტომ მუდმივად უნდა იფიქრო, რა შესთავაზო ამ ჩვენს ახალგაზრდებს ისეთი, რითაც ისინი ყველაზე საუკეთესო მოგონებებს შექმნიან და იტყვიან, რომ მე გავატარე ყველაზე საუკეთესო სტუდენტური წლები. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ამ ბავშვების მეხსიერებაში და გონებაში, როდესაც გაიხსენებენ სტუდენტობას და გრუნიშის სწავლის პერიოდს, სახეზე ყველას კონდეს სასიამოვნო ღიმილი. ჯერა ნამდვილად რომ ასეც იქნება და ასეც არის. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. თქვენ ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ჩემს მსმენელს და მაყურებელს კი დავამშვიდობები, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.